გიყვებით კოსმოსზე, ბრენდზე, რომელსაც BMG-ის მაყურებელი კარგად იცნობს, ეს არის საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო, რომელიც ფოკუსირებულია როგორც ტყავის ჩანთებისა და საფულეების წარმოებაზე, ამასთან შარფების და სხვა აქსესუარების შექმნაზე. კოსმოს სიახლეებს შორის ვერცხლის ხაზია, რომლის შეძენაც კოსმოს ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი, სხვათა შორის სულ ახლახანს კოსმომ მონაწილეობა მიიღო მილანში, უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიით შთაგონებული პირველი ქართული ყურძნის წიფწის ტყავით დამზადებული ლიმიტირებული კოლექციის ჩანთები ყველა სიახლეს და სამომავლო გეგმებს უკვე სოფი მუხულიშვილთან კოსმოს დამფუძნებელთან ერთად შევაჯამებთ. სოფი, მოგესალმებით, მადლობა დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. გამარჯობა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, თქვენ მადლობა ყოველჯერზე ჩვენი სიახლეების მხარდაჭერისთვის. პირიქით, მადლობა კიდევ ერთხელ და არ შემიძლია არ დავიწყო მილანის ამბებით. რა სიახლეები იყო, გამოფენაზეც მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია და რა არის ის ხელშესახების შედეგები, რაც იქიდან უკვე წამოიღეთ საქართველოში? აუცილებლად მოხარული ვართ, რომ მილანში ესეთი კარგი შედეგებით ვიყავით წარმოდგენილი. განსაკუთრებული ამბავია ჩვენთან ის, რომ დავამატეთ უახლესი კოლექცია, ეს არის ახალი ხაზი კოსმოს ისტორიაში, რომელიც ძალიან ლამაზი კოლექციის ჩანთებისგან შედგება, რომელიც სრულად ახალი მიმართულებაა და აქამდე მსგავსი არ გქონია. და განსაკუთრებული სიახლე არის ის, რომ იტალიური ყურძნის წიფწის გადამუშავებული ტყავით დავამატეთ ჩვენს წარმოებაში. ეს არის უნიკალური ბიომასალა, რომელსაც ანალოგი არ აქვს და იდეაში საქართველოში მსგავსი მასალა პირველად გამოვიყენეთ და ეს არის მთელი მოდის მომავალი, მდგრადობა. და როგორ გაჩნდა ეს იდეა? საიდან მიხვედით ამ მასალამდე? ეს იდეა გაჩნდა იქედან გამომდინარე, რომ უკვე წლებია მოდა ისედაც მუშაობს იმაზე, რომ ყველაფერი მდგრადობისკენ. კი ბატონო. და დაახლოებით 4 წლის წინ ძალიან ისეთი მდგრადი მოდის მიმართულებით მუშაობს ეკო და მოკლედ მასთან კონსულტაციით, მასთან სალექციო კურსის ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს ესეთი მდგრადი მიმართულებით მასალა, რომელიც არის ყურძნის წიფწის ნარჩენებისგან დამზადებული და თავისთავად ჩვენი ინტერესის სფეროც გახდა მაშინვე ეს, რომ მოვიკვლიეთ ყველაზე წამყვანი კომპანია მსოფლიოს მასშტაბით და მივაგენით კიდეც იტალიაში ასეთ ქარხანას, შევძელით მათთან კონტაქტის დამყარება და ესე მოგვაწოდეს უკვე შერჩეული ფერები ჩვენთან და ჩვენთვის ქართველებისთვის რა თქმა უნდა ეს უნიკალურია, გამომდინარე იქიდან 8000 წლის ისტორია აქვს ქართულ ღვინოს, ქართულ ტრადიციას ამ მიმართულებით და შესაბამისად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ მასალით იყოს დამზადებული ეს გადამუშავებული ტყავი, რომელიც უკვე ჩვენს კოლექციაში ძალიან ეს აქტიურ ადგილს დაიმკვიდრებს და თან პირველი საქართველოში ესეთი პრეცედენტი საკოსმოს ისტორიაში არ გქონია, გავაკეთეთ ლიმიტირებული კოლექცია და ეს პირველი ჩანთა, რომელსაც დავარქვით ვაინი, უკვე გაყიდვაში ჩაეშვა და მხოლოდ 60 ცალი იქნება ორი ფერის წარმოდგენილი. კი ბატონო, 40 ერთეული უკვე დამზადებულია, პირველი ტირაჟი რაც ჩაეშვა მაშინვე გაიყიდა 20 ერთეული, მეორე 20 ერთეული ახლა სარვამარტოდ გავაკეთეთ, დანარჩენი 20 უკვე გაზაფხულის მიწურულისთვის ჩაეშვება და ეს მოდელი ვაინი აღარ გაკეთდება კი ყურძნის წიფწის ტყავისგან დამზადებული და ეს მფლობელები იქნებიან ესე განსაკუთრებული მოდელების ფლობელები და ასე ატარებენ მათ. და მილანშიც იყო ეს ჩანთები, ეს კოლექცია წარმოდგენილი. კი ბატონო, მილანშიც წარმოვადგინეთ ეს კოლექცია და მილანში რაც კარგი ამბავი რაც ჰქონდა, ეს იყო რომ ამ კოლექციიდან, რომელიც შედგება 10 ჩანთისგან, ერთ-ერთი მოდელი Connection M, ეს არის უნისექსი მოდელი, რომელიც გოგონებისთვის და ბიჭებისთვის თან ერთნაირად არის განკუთვნილი, მოხდა საუკეთესო დიზაინის ჩანთებს შორის, გამოფენა რომელზეც ვიყავით მიპელი, აქ არის ხოლმე ესე საუკეთესო დიზაინის ჩანთების კოლექცია, რომელიც მერე ტრენდარიაზე არის წარმოდგენილი მთელი გამოფენის განმავლობაში და ჩვენი ჩანთა აქ იყო წარმოდგენილი, უამრავი დამთვალიერებელი ყავდა და ძალიან ბევრი საფრთხოვანება დაიმსახურა. სოფო, მინდა მიმდინარე, ესე ვთქვათ, დღესასწაულებიდან გამომდინარე, საგაზაფხულო პერიოდს გულისხმობ 3 მარტია, ხვალ მერე უკვე 8 მარტიც მოგვიახლოვდება. რამდენად გაიზარდა აქტივობა და მოთხოვნა პროდუქციაზე, როგორ შეაფასებდით ტენდენციას?
საარმარტო პერიოდისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, ზუსტად ამის გამო საგაზაფხულო კოლექციაც ჩავუშვით. ეს გულისხმობს ახალი გამოსახულებებით ჩანთებს, როგორც იცით, ჩვენს მომხმარებელსაც მოეხსენება, ხელით მოხატული ჩანთები გვაქვს, ასევე პრინტები გვაქვს, რომელიც ზუსტად მისი ანალოგია. შესაბამისად, მოვემზადეთ ახალი ყვავილების და საგაზაფხულო თემატიკით, კი ბატონო. ეს უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს ფილიალებში უკვე 2 კვირაა და შესაბამისად განსაკუთრებული აქტივობაც აქვს, იმიტომ რომ ახალი კოლექცია და ახალი გამოსახულებები, რა თქმა უნდა, ყოველთვის მომხმარებლისთვის საინტერესოა ხოლმე. ვერცხლის ხაზით სიახლეა ხო კომპანიისთვის, სულ ახლახანს დაიწყო. ამ მიმართულებითაც პირველი ნაბიჯების გადადგმა კოსმომ და მინდა ამაზეც გითხოთ, რამდენად გამოიწვია მომხმარებლის ასე ვთქვათ სიმპათია ამ პროდუქციამ და ამ მიმართულებით რამდენი ასე ვთქვათ დიზაინი, პროდუქცია წარმოდგენილი. ვერცხლის ხაზი ძალიან ახალია, დაახლოებით 1 წელია ვცდილობთ და უფრო ახალი წლის პერიოდში გავაქტიურდით განსაკუთრებულად. ძალიან დამახასიათებელია ის, რომ ვერცხლის ხაზში ჩვენ თემატური ნივთები გვაქვს. ზუსტად ახლა რა თემატიკაზეც საგაზაფხულოდ შევქმნით ნივთები, იგივე თემატიკის ვერცხლის სამკაულები გვაქვს და შესაბამისად ეს ძალიან მოთხოვნადია. ჩვენ მომხმარებელს თავაზობთ სრულ ნაკრებს, იგივე მაგალითად ავიღოთ ლიმონის გამოსახულებით თავშალიც გვაქვს, ასევე გვაქვს ვერცხლის სამკაულები, ყელსაბამის საყურე, ამისივე ჩანთა, საფულე და ასე შემდეგ და შესაბამისად ეს ფართო არჩევანი ეხმარება მომხმარებელს, რომ თავისთვის სასურველი შეარჩიოს, ან თუნდაც სრული ნაკრები კონდეს უკვე შემდეგში. კი, სოფო, საერთაშორისო ბაზრების ტენდენციაზეც მინდა გითხოთ, ამ მიმართულებით როგორია სიახლეები, ასევე გეგმები 2026 წელთან დაკავშირებით და მილანის ამბავმაც ალბათ მოგცეთ ბუსტი, რომ კიდევ უფრო მეტი ბაზარი აითვისოს ხომ კოსმომ. კი ბატონო, წარმო საქართველოს მხარდაჭერით არაერთ გამოფენაში ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას, როგორც მილანი, ახლა პარიზში არის გამოფენა, ტრანოის კვირეულზე ვიქნებით წარმოდგენილი. თვის ბოლოს უკვე ტოკიოში იქნება ჩვენი კოლექცია წარმოდგენილი, იგივე ტრანოის კვირეულის ფარგლებში და შემდეგ უკვე საშემოდგომოდ ახალ გამოფენებს გეგმოთ. ბუნებრივია ეს ყველაფერი გვეხმარება იმაში, რომ საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი კოლექციები უფრო აქტიურად გაიყიდოს და მეტი მომხმარებელი შევიძინოთ. და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ვცდილობთ ჩვენი საწარმოო სტანდარტები გავზარდოთ, დავინახოთ ახალი ISO სერტიფიკატის მიხედვით ახალი სტანდარტები და ყველანაირად დავახალდეთ იმ სტანდარტებს, რაც ევროპის ბაზარზეა მოთხოვნადი და მეტი ბაიერი მოვიზიდოთ. აუცილებლად ახლა რომ ბაზარზე კოსმო ყველაზე ასე ვთქვათ მჭიდროდ და წარმოდგენილი. ვიცი რომ ჩინეთთან გაქვთ მათ შორის პარტნიორობები, ხო? გაფართოებული, დახმარებული. ჩინეთთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, იყიდება კიდეც გამოფენაზეც დავდივართ ხოლმე ჩინეთში, განსაკუთრებული პარტნიორი ყავს დანიის ბაზარზე. უკვე 3 წელია მასთან თანამშრომლობთ და მათთან ძალიან დიდი რაოდენობით იყიდება კოსმოს პროდუქცია. კი, გეგმებზეც გითხრათ, საბოლოოდ სახელოსნოს მიმართულებაც მაინტერესებს, ახალი სივრცე შეემატება მალე, ხო, ოფიციალურად კოსმოს და ეს ამბები უკვე როდისთვის იგეგმება? ახალი სივრცე, რომელიც ღია სახელოსნოს უნიკალური კონცეფციით არის წარმოდგენილი და თბილისში პირველი იქნება, რომელსაც გავხსნით. ძალიან მალე საგაზაფხულოდ, როგორც კი გამოთბება, შეემატება, გამომდინარე იქიდან რომ აქტივობები, რომელიც იქ იგეგმება, მიბმულია სრულად საზაფხულო პერიოდს და შესაბამისად უკვე ჩვენს მომხმარებელს ექნება საშუალება მობრძანდეს ღია სახელოსნოში ნახოს შექმნის პროცესი, თვითონ ჩაერთოს ამ პროცესებში და თვითონაც მიიღოს სიამოვნება, როგორც თერაპიული მიმართულები ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე შემოქმედებითაც და შემდეგ უკვე გააბედნიეროს თავის შექმნილი ნივთით საყვარელი ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და წარმატებები კოსმოს ყველა მიმართულებით. თქვენ ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. სოფი მუხულიშვილი კოსმოს თანადამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.